მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს. ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია ჭკუიდან გადასვლა, ასეთებს ძალიან მოსაწყენი ცხოვრება აქვთ. ციტატის ავტორია მე-20 საუკუნის ამერიკელი მწერალი ჩარლზ ბუკოვსკი. ეს თითქმის ხულიგნური ფრაზა ძალიანაც მომწონს და ავტორსაც ვეთანხმები, მით უმეტეს, რომ ჩემი თავი მიმაჩნია სწორედ იმ ადამიანად, რომელსაც ჭკუის დაკარგვა არ შეუძლია. ეს ბავშვობიდან ვიცოდი, იმიტომ რომ როცა ჩემი მეგობრები, ბიჭები და გოგოები თინეიჯერობისას სასმელისთვის გემოს გასინჯვას იწყებდნენ, მე წვეთი არ დამილევია და ასე გრძელდება დღემდე, სწორედ იმიტომ რომ ჭკუიდან გადასვლა არ შემიძლია. წარმოდგენაც კი მიჭირს ნებაყოფლობით, როგორ უნდა ჩავიგდო ჩემი თავი იმ მდგომარეობაში, როცა საკუთარ გონებას ბოლომდე ვერ გავაკონტროლებ. სანამ გიამბობთ, მაინც რატომ მომწონს ჩარლზ ბუკოვსკის ეს ფრაზა, მანამ შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. მე კი იმ ადამიანების რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც ჭკუიდან გადასვლა არ შეუძლია, მაგრამ სინამდვილეში განსაკუთრებით ის ადამიანები მომწონს და მაინტერესებს, რომლებსაც ჭკუიდან გადასვლა ფაქტობრივად ცხოვრების წესად აქვთ ქცეული. რა კი ამას ვამბობ, შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ ნეტავ ჭკუიდან გადასვლაში რას გულისხმობსო. ამ ფრაზის ავტორი ჩარლზ ბუკოვსკია, რომლის ცხოვრება ჩემი აზრით ბევრს გვიყვება ჭკუიდან გადასვლის შესახებ. იმას გულისხმობ, რომ ჭკუიდან გადასვლა საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმების უხეშ დარღვევას უნდა ნიშნავდეს. თვითონ ჩარლზ ბუკოვსკიმ ურთულესი ცხოვრება გაიარა, რაც მისსავე წიგნებში აქვს აღწერილი. ბავშვობისას მამა დაუნდობლად ცემდა, დედა არ იცავდა, შემდეგ რომ წარმოიზარდა სმა დაიწყო, ღიურ სამსახურს ეძებდა ლუკმაპურის საშოვნელად, როგორც წესი, ადგილს იცვლიდა ხშირად ცხოვრობდა და ბოლოს გაუმართლა, შეიძლება ბრჭყალებშიც ჩავსვათ ეს სიტყვა და ფოსტაში დაიწყო მუშაობა რიგით თანამშრომლად. 10 წელი იმუშავა აქ და შემდეგ 50 წლის იყო, როცა მისი ცხოვრება კიდევ ერთხელ შეტრიალდა და აი როგორ აღწერს ამას ჩარლზ ბუკოვსკი. ორი არჩევანი მაქვს. ან დავრჩე ფოსტაში და გავგიჟდე, ან აქედან წავიდე მწერლობანას თამაში დავიწყო და შიმშილით მოვკვდე. მე შიმშილი ავირჩიე. ციტატის დასასრული. ასე შეიძინა მსოფლიომ შესანიშნავი მწერალი ჩარლზ ბუკოვსკი, რომელსაც ჭკუიდან გადასვლა და მხიარულება, რა თქმა უნდა, არც მწერლის რანგში მოკლებია. კაცმა რომ თქვას, ჭკუიდან გადასვლაც ბევრნაირი არსებობს, განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, რომელიც მისი თითოეული წევრისგან ჩარჩოში მოქცეულ ცხოვრებას მოითხოვს. და ასეთ საზოგადოებაში ყველა, ვინც თავისუფალ ნებას გამოავლენს, ჭკუიდან გადასვლად მიიჩნევა. მაგალითად, კომუნისტების დროს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს უბრალოდ ფსიქიატრიულ დიაგნოზს უსვამდნენ და მკურნალობით კლავდნენ, ისე როგორც ნაზი შამანაური მოკლეს. ჯიდუ კრიშნამურტი იყო ფილოსოფოსი ინდოელი, რომელსაც ეკუთვნის ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა. არ არის ჯანმრთელობის ნიშანი კარგად მოერგო ღრმად დაავადებულ საზოგადოებას. წყინვალე სიტყვებია. ასე რომ გარემოზე არის დამოკიდებული, კონტექსტს გააჩნია, ვინ არის ჭკუიდან გადასული და ვინ არის ნორმალური. ეროვნული მოძრაობის პიკში, როცა საქართველოში ემოციური ნაციონალიზმი დუღდა და გადადუღდა, ერთ-ერთმა ყველაზე ნორმალურმა ადამიანმა მერაბ მამარდაშვილმა საჯაროდ თქვა სიტყვები, რომელიც დღესაც ყველას გვახსოვს. ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას. იყო თუ არა მისი საქციელი ნორმალური იმ ვითარებაში. თუ მერაბ მამარდაშვილისთვის ნორმის ღვევის და ჭკუიდან გადასვლის ჭეშმარიტი მომენტი იყო, როცა საჯაროდ თქვა ის რისიც წამდა და საბოლოოდ აი ამ ფრაზას გადააყოლეს. ყველაზე ნორმალური ჭკუიდან გადასული მაინც ილია ჭავჭავაძე მგონია, რომელმაც მთლიანად დაამსხვრია ის ჩარჩო, რომელშიც წესით შეეძლო, რომ ძალიან მშვიდად ეცხოვრა. იმდენი შეძლო, რომ მარტო საკუთარი ცხოვრების კი არა, მთელი ქვეყნის ცხოვრების ნორმა შეცვალა. და ცხადია, ილიაც ამ დიდი ჩარჩოს მსხვრევას და ქვეყნის განახლებას გადაყვა.
ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, მე ვარ ის, ვინც გადავწყვიტე რომ ვიყო, საზოგადოებას უცნაურებად მიაჩნდა და ალბათ დღესაც მიაჩნია. არ იყო უცნაური გალაქტიონ ტაბიძე? არ იყო უცნაური გურამ რჩეულიშვილი? არ იყო უცნაური ირაკლი ჩარკვიანი? ლაროშფუკოს ციტატა რომ გავიხსენოთ, ჩვენი სული უფრო ზარმაცია, ვიდრე სხეულიო ამბობდა. სწორედაც რომ ზარმაცის სული არასდროს ჭკუიდან არ გადადის, იმიტომ რომ ყოველთვის უსაფრთხო გზებს ეძებს. მაგრამ ჩვენც, ასე ვთქვათ, ნორმალურებს, ჩვენი ცხოვრება გვაქვს, მცირე სიხარული, მცირე მხიარულება, თუმცა ვიცით, რომ ჩვენ მხოლოდ წესრიგს ვამკვიდრებთ და ცვლილებები კი ყოველთვის გიჟებს და ჭკუიდან გადასულებს მოაქვთ. როდესაც ვამბობ, რომ ჭკუიდან გადასვლაც სხვადასხვანაირი არსებობს, ეხლა მინდა ორი ადამიანი გაგახსენოთ, ორივე ყალბი საზოგადოებრივი ჩარჩოს მგრეველია, ორივე მამაცია, ოღონდ ერთი უფრო ჩუმი ჭკუიდან გადასულია და მეორე ხმაურიანი. გულისხმობ ორ პატიმარ ქალს, მზია ამაღლობელს და ელენე ხოშტარიას. ორივეს ძალიან კარგად ვიცნობ და ამიტომ ახლა ჩემს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შევეცდები ავხსნა, რაც გულისხმობ. მზია ამაღლობელი ყოველთვის იყო ნორმალურობის განსახიერება. ისეთი წყნარი ხმით ლაპარაკის ჩვევია, რომ სმენა უნდა დაძაბო, რომ გაიგო რას გეუბნება. არასდროს არაფერი ჩემთვის მოულოდნელი მას არ გაუკეთებია. ყოველთვის ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ მომენტში, იმიტომ რომ წესიერების ჩარჩოს დარღვევა მას უბრალოდ არ შეუძლია. ადამიანურ თუ საქმიან ურთიერთობებში ორივე გვქონია, შეცდომას ვერ უშვებს ეს ადამიანი, ასეთია მისი აღზრდაც და ასეთია მისი ხასიათიც. პირადად ჩემთვის, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო, როცა გებუაძეს სილა გააწნა, მაგრამ იმიტომ იყო მოულოდნელი, რომ პირველ რიგში, იმიტომ რომ ვიცოდი იმ დღეებში სულ ეუბნებოდა თავის თანამშრომლებს, პოლიციელებს არ აყვეთო. მაგრამ სინამდვილეში არც ის გამირკვევია, უკაცრავად, არც ის გამკვირვებია, როცა თავისი ღირსება დაიცვა ამ სილის გაწვნით და არც ის მიკვირს ახლა ამდენი ხნის შემდეგ სიცრუეში ცხოვრებაზე და სისტემისთვის ბოდიშის მოხდაზე რო უარს ამბობს, თუნდაც თავისი ჯანმრთელობის ფასად. მე რომ არ მიკვირს მზიასგან ღირსეული საქციელი, ეს ერთია, მაგრამ საზოგადოებრივი ნორმების ჩარჩო დაარღვია თუ არა მან თავისი საქციელი, ეს მეორეა. რატომ არსებობენ ჩვენ შორის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ დიახ, მზია დამსახურებულს ასჯელს იხდის. იმიტომ რომ სიცრუის მანქანისთვის სილის გაწვდა მათ თავის პირად შეურაცხყოფად მიიღეს. იყო თუ არა მზია ამაღლობელისთვის ასეთი სარისკო საქციელი ჭკუიდან გადასulis მომენტი. მაინც და მაინც იმ მომენტს კი არ გულისხმობ, როცა გებუაძეს სილა გააწნა, არამედ გულისხმობ აი მთელ ამ პერიოდს, როდესაც უკიდურესი ფორმით იცავს საკუთარ ღირსებას და ამისთვის იგი თავსაც არ იზოგავს. აპატიებს ამას სისტემის მორჩილი საზოგადოება მზია ამაღლობელს, გაუგებს მას ასეთ საქციელის გამო, ნორმალურ საქციელად ჩაუთვლის ოდესმე? არასოდეს. ახლა მეორე პატიმარ ქალზე ვთქვათ. ელენე ხოშტარია ყოველთვის უპირისპირდებოდა ღიად უპირისპირდებოდა ყველაფერს, რაც მიაჩნდა ღალატად, რაც მიაჩნდა ჩაგვრად და რაც მიაჩნდა სიყალბედ. გვახსოვს ალბათ მისი მკვეთრი დაპირისპირება სხვადასხვა რანგის პოლიციელთან. გვახსოვს მისი თავგანწირული დგომა აქციის პირველ რიგში, როდესაც ადამიანებს უმოწყალოდ არბევდნენ და წამლავდნენ. არასდროს ელენეს ოთხიშვილი არ მიხსენებია, მაგრამ ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა ვახსენო, გვერდს ვერ აუვლი იმ ფაქტს, რომ ნამდვილად არავის თვალში ნორმალურ ქცევად არ გამოიყურება ელენეს მხრიდან რეჟიმთან სრულიართანამშრომლობა და მიუღებლობა რეჟიმის. ვერც მე მისი მხურვალე გულშემატკივარი ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე ელენე ცდილობდა, რომ დაელაგებინა ურთიერთობა სისტემასთან. სწორედ 4 შვილის დედისგან ესეთი ამბოხი,
ესეთი დაპირისპირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან იყო და არის ჩარჩოს ნგრევა და ეს არის სწორედ ბევრისთვის მიუღებელი, გაუგებარი და გამაღიზიანებელი ქცევა. მოწყენილი ცხოვრება ელენე ხოშტარიას არც ადრე ქონია და არც ახლა აქვს. ელენე არის მეამბოხე და დიახა ჭკვიდან გადასვლა მისი ცხოვრების წესია. ახლა ავად არის, მაგრამ ჯიდუ კრიშნამურტის სიტყვებს თუ დავუბრუნდებით, ჩვენზე ნორმალურებზე ბევრად უფრო ჯანმრთელია, იმიტომ რომ ეყო ინტელექტუალური და სულიერი გამბედაობა, რომ ტყუილით დაავადებულ საზოგადოებას არ მორგებოდა. ახლა რომ ვფიქრობ, თლად ნორმალური მგონი მეც არ ვარ. ცხოვრებაში ორჯერ მქონდა მომენტი, როცა გავჯიუტდი და იმის საპირისპირო გავაკეთე, რასაც საღია აზრი და ნორმალურობა ითხოვდა. თან მარტო ჩემი კი არა, ჩემი ოჯახის კეთილდღეობასაც საფრთხე შეუქმენი ჩემი ამ საქციელით. ერთხელ გამიმართლა და მეორედ ახლა გავდივარ ამ პროცესს და არ ვიცი რა იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ის კი ვიცი, რომ ისეთი ჭკვიდან გადასვლა არ შემიძლია, რომ ამით რამე შევმატო ან საკუთარ თავს და ან მით უმეტეს სამყაროს. დღეს ამით დავასრულებ ჩარლზ ბუკოვსკის ჩემთვის ძალიან მიმზიდველი ფრაზის კომენტარს და შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით. შემდეგ პარასკევამდე ყოველ დღე ფრაგმენტებს განვათავსებ სხვადასხვა პლატფორმაზე ამ კვირის ციტატებიდან. მანამდე კი გიტოვებთ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ციტატა და იყოთ ჩემთან ერთად ამ პლატფორმაზე. ახლა კი ძალიან დიდი გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც უკვე ჩემთან ერთად.